დღეს სპეციალური სტუმარიც ვყავს. ნიკის დამტოვებელი არ მყავდა და წამოყვანა მომიწია და კარგად იქცევა კი. არა ხელი შეგვეშლება მამი. და თავისთავად კარგია ხო? ნიკიც მეთანხმება აგერო კარგია. მაგრამ და აი რას გვთავაზობ სახელმწიფო იმისთვის, რომ თუნდაც мотиваცია გქონდეს, რომ მეტი შვილი გავაჩინოთ. ბოლო 5 წელიწადში გარდაცვლთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს თითქმის 32,000-ით გადააჭარბა, რაც ძირითადად გამოწვეულია შობადობის შემცირებით. დღეს საქართველოში შობადობა 30 წლიან მინიმუმზეა. პრემიერ-მინისტრი ამას აბრალებს იდეოლოგიურ პრობლემებს და ლიბერალურ მსოფლმხედველობას. დღეს სტუდიაში სტუმრად ვყავს თქვენი საყვარელი ეკონომიკური მიმომხილველი გიორგი კეპულაძე და როგორც ხედავ დღეს სპეციალური სტუმარიც ვყავს. ხო, ნიკის დამტოვებელი არ მყავდა და წამოყვანა მომიწია და ეს ხუმრობა არ არის, ეს არის ზუსტად ის რეალობა, როგორ რეალობაში ძალიან ბევრი ქართული ოჯახია, ხო? როცა არ მყავს დამტოვებელი, ძიძა, ბაღები არ არის 2 წლამდე ბავშვებისთვის და სახელმწიფო ამ ხრივ ვერაფრით ვერ გეხმარება და მე სამსახური მიწყობს ხელს რომ მოვიყვანო თქვა ბავშვი აქ, მაგრამ ყველას ხო არ აქვს ესეთი სამსახური, სადაც შეუძლია რომ დღის განმავლობაში თქვა ბავშვი ყავდეს თან შესაბამისად ეს ნიკი ჩვენს ეპიზოდსაც დაესწრება. პრინციპში ნიკის სტუმრობა ესადაგება ჩვენს დღევანდელ ეპიზოდს. რას გავიგებთ დღევანდელ ვიდეოში, გიორგი? დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ სწორედ დემოგრაფიაზე, რატომ ვაჩენთ ან ვერ ვაჩენთ შვილებს, რა პრობლემა არის, რეალურად მართლა იდეოლოგიაშია საქმე თუ ეკონომიკაში და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან და ზოგადად დემოგრაფიული პრობლემა საბოლოო ჯამში როგორ იქცევა ეკონომიკურ პრობლემად. ყველაფერ ამაზე დღეს ვისაუბრეთ ვიდეოში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ჩემი სამუშაო გარემო მაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ წარმოვიდგინოთ ოჯახები, სადაც დედას უწევს რომ წლობით არ იმუშაოს იმის გამო რომ ბავშვისთვის არც დამტოვებელი ხავს და არც ძიძის ფული არ აქვს და ბაღშიც ვერ მიხავს. პრინციპში ნიკიც გიწყობს ხელს, ხო, ძალიან წყნარია. ხო, ჯერ კარგად იქცევა კი. კარგი, მოდი დავიწყოთ იქიდან, რაში მდგომარეობს პრობლემა. რეალურად იდეოლოგიაში თუ მე მაგალითად არ მგონია რომ იდეოლოგიაში იყოს პრობლემა და ლიბერალურ მსოფლმხედველობაში. ხო, ზოგადად პატრიოტიზმი კარგია, მაგრამ ახლა ნიკის პატრიოტიზმით ვერ გამოვკვებავ. ხო, ახლა რომ დაახლოებით რომ დავთვალოთ თვეში ერთი ბავშვის ხარჯი საშუალოდ არის 2000-2500 ლარი. ნუ თუ ძიძაც ყავს, იქ ბავშვის საჭმელი საკმაოდ ძვირი ღირს, ბავშვის პამპერსები ხო, რასაც ეძახიან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის თქვათ მოვლის საშუალებები, ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს და საშუალო ქართულ ოჯახს შეიძლება ითქვას, რომ ერთ მცირეწლოვ 2 წლამდე ბავშვზე ჭირდება 2000-დან 2500 ლარამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახს 4000 ლარი თვეში შემოსავალი არ აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა გააჩინონ ბავშვი და როგორ უნდა გაზარდონ. მაშინ ისინი ვერ შეუქმნიან ბავშვს იმ პირობებს, რაც აუცილებელია და საჭირო მისი განვითარებისთვის. ხო, ანუ ლიბერალიზმზე საუბარი ამ დროს ჩემი აზრით უბრალოდ რეალობიდან აცდენა და ამოვარდნა. და აი რას გვთავაზობ სახელმწიფო იმისთვის, რომ თუნდაც мотиваცია გქონდეს, რომ მეტი შვილი გავაჩინოთ. ხო, ზოგადად ანუ რა პირობებია, ხო? ორსულობის მართვა და მშობიარობა არის უფასო, მაგრამ აქაც გარკვეული დათქმები და მედიკამენტები როგორც წესი არ შედის, არა და უამრავი ვიტამინი სჭირდება, თქვათ იგივე ფეხმძიმე ქალსაც, რომ ორსულობამ კარგად ჩაეროს და ბავშვის ჯანმრთელობას გარანტირებული იყოს, შეიძლება ითქვას. და ნუ იქ ცალკე ექიმის აყვანა თუ დაგჭირდა სამშობიაროში ეს თავისთავად ცალკე ხარჯია და რაღაც მინიმალურია შეიძლება ითქვას. ასევე ერთ ბავშვზე არის 1000 ლარი და ცალკე საკითხია კიდე დეკრეტული შვებულება, ხო? დეკრეტული შვებულება მაგალითად გულისხმობს იმას, რომ 6 თვე ხელფასიანი შვებულება უნდა მისცე ჯერ ფეხმძიმეს და შემდეგ თქვათ პატარა შვილია ახალდაბადებული ბავშვის მშობელ დედას. კერძო სტრუქტურებს საერთოდ არანაირი ვალდებულება არ აქვთ იმისი, რომ ხელფასიან შვებულებაში დეკრეტში გაუშვან თანამშრომლები. რაც თავისთავად ხო ამ მიმართულებითაც ქმნის
შექმნის პრობლემას, რომ ადამიანიერიდება, თქვათ, დეკრეტში გასვლას და ბავშვის გაჩენას იმის გამო, რომ შეიძლება 6 თვე უხელფასო შვებულებაში მოუწიოს მინიმუმ ყოფნა. ან უწევს, რომ 2 თვის ბავშვი უკვე დატოვოს სახლში, ძიძა აიყვანოს და ამით დამატებითი ხარჯი გაიზარდოს. ხო, ეხლა ძიძის ხარჯი დაახლოებით 1000-დან 1500 ლარამდეა თბილისში, მაგალითად, რაც ბევრი ოჯახისთვის შეიძლება ითქვას საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ჩვენთან არ არის ასევე საბავშვო ბაღები, ბევრი სახელმწიფო მით უმეტეს, სადაც 2 წლამდე ბავშვს დატოვებ. აი ნიკის მეთანხმება მე მგონი მაგაში. ხო, და იძულებული ხარ, რომ შენ დაიტოვო და მით უმეტეს ეს ადამიანები წარმოიდგინე ის დედები, რომლებიც ვერ გადიან სამსახურში და უწევთ სახლში ყოფნა და ბავშვების მოვლა, იმიტომ რომ ამ ხელა ხარჯს ვერ გასწევენ, იძულებული არიან, რომ არ იმუშაონ, რაც თავისთავად უკვე საბოლოო ჯამში ქვეყანას აკლდება, ეკონომიკას აკლდება, ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტს აკლდება და საბოლოო ჯამში გრძელვადაში ამან კიდე მეტი პრობლემა შეიძლება შექმნას. გარდა იმისა, რომ თქვათ ადამიანები ვერ საქმდებიან და დასაქმების საშუალებაც რო გქონდეთ, ფიზიკურად ვერ ახერხებენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბავშვებს უნდა მოუვარონ და არ აქვს ძიძის საშუალება. სამუშაო ძალა აკლდება საბოლოოდ ქვეყანას. იცი რა მაინტერესებს, გადავიდეთ სკოლამდელ ბავშვებზე, მან რა სიტუაცია გვაქვს? ხო, სკოლამდელი ბავშვებისთვისაც უსაფრთხო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბაღებში მე რაც ვიცი და ხშირად მესმის, რომ 40 ბავშვი არის ერთ ჯგუფში და მხოლოდ 2 აღზრდელი, თქვათ, ზედამხედველი და მასწავლებელია, რაც საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ ბევრი ცდილობს, რომ კერძო ბაღში შეიყვანოს შვილი, ხო? და კერძო ბაღში შეყვანა ეს არის დამატებით 500-დან 800 ლარამდე გაჩნია კიდე რა ტიპის ბაღში შეყავს და ესეც დამატებითი ხარჯია. ერთ კითხვას დავამატებ რა, მაინტერესებს ეს პრობლემა ხო არის გამოწვეული ბაღების სიმცირით და რატომ არ გვაქვს მაშინ უფრო მეტი ბაღი, რომ მეტ ბაღში გადანაწილდეს ბავშვების რაოდენობა? ხო, ყველა პრობლემა, ანუ დეფიციტის პრობლემა წყდება დამატებითი დაფინანსებით. ანუ სახელმწიფომ უნდა გამოყოს დამატებითი დაფინანსება იმისთვის, რომ მეტი ბაღი იყოს, სახელმწიფო ბაღი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ არა 40 ბავშვიანი ჯგუფები ყავდეთ, არამედ 20 ბავშვი, 15 ბავშვი, რაც ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ 2 პედაგოგი ეყოს და აღზრდელი ამ ბავშვებს, ხო? შესაბამისად, ანუ დამატებითი დაფინანსება უნდა იყოს ეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენ რაღაცა იდეოლოგიის გამო არა, ჩვენ ბევრი ქუჩაშიც რო გავიდე და ხავს კითხოთ, ბევრი გვეტყვის, ეს არის ეკონომიკური პრობლემებით. გამოწვეული ის, რომ ვერ ვაჩენთ ბავშვებს და მით უმეტეს ბევრშვის. ხო, საშუალო წარმოიდგინეთ, რომ ჩვენთან რო საშუალოდ ერთი ოჯახი 2 ბავშვს აჩენდეს, ანუ მოსახლეობა არ დაიკლებდა. საქართველოს მოსახლეობა ერთი რო ემიგრაციის ხარჯზე და მეორე შობადობის შემცირების ხარჯზე მნიშვნელოვნად იკლებს წლების განმავლობაში და ის ზრდაც, რაც გვაქვს 2014 წლის და 2024 წლის აღწერას შორის, მატება ძირითადად არის საქართველოს შემოსული მიგრანტების ხარჯზე. ემიგრაცია ახსენებს და რაში მდგომარეობს პრობლემა, იმიტომ რომ ემიგრანტები როგორც ვიცით ხო აგრძავნიან თანხებს საქართველოში, მაგრამ სანამ გავაგრძელებთ და კითხვაზე პასუხს გამცემ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხები, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე და თვალი გვადევნეთ აუცილებლად, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. რა თქმა უნდა, ის რომ ემიგრანტები აქ ფულს აგზავნიან, ეს თავისთავად კარგია, ხო? ნიკიც მეთანხმება, აგერო კარგია. მაგრამ ამაზე არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებული, როდესაც ჩვენი საუკეთესო გენოფონდი მიდის უცხოეთში და იქ სხვა ქვეყნების ეკონომიკას ვაშენებთ, ასე ვთქვათ, ხო? გრძელვადიან პერიოდში მოსახლეობის შემცირება ეკონომიკაზე აუცილებლად უარყოფითად აისახება, იმიტომ რომ აქ გვექნება სამუშაო ძალის დანაკლისი, არ გვეყოლება საკმარისი მუშახელი, რომ დავასაქმოთ და ვიქნებით დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, რომ იმათ მაგ გადმორიცხონ ფული და ამით ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, ასე ვთქვათ, ხო? საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის. რით გვეხმარება სახელმწიფო? ან მოტივაციაზე ვისაუბრეთ უკვე და ეხლა დახმარება, რაიმე დახმარებას გამოყოფს სახელმწიფო მაგალითად ერთ ბავშვს, როდესაც აჩენს ოჯახი ან 2-ან 3-ს.
ხო, ერთ-ერთი დახმარების ფორმა არის იპოთეკური შესხის სუბსიდირება, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მოკლე ვიდეო ამ თემაზე, ძვირფასო მაყურებლებო, დაგილინკავთ ამ ვიდეოს და უყურეთ, პატარაა და ყველაფერს გაიგებთ იმ სუბსიდირების შესახებ, რასაც თავაზობს სახელმწიფო ერთ წლამდე ბავშვის მშობლებს, ასევე 3 და მეტი შვილის მშობლებს. და გიორგი, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? სანამ გამოსავალზე გადავალთ, მე და ნიკი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ 64-ის YouTube არხი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Spotify-ზეც ვართ და ეს ვიდეოები თუ მოგწონთ, ასევე მოიწონოთ და გაუზიაროთ მეგობრებს, ნახონმათაც. ნიკის საერთოდ მე მგონი შეუძლებელი ხდება და გავატანოთ ჩვენს მეგობრებს. მიდი. და მე ვილაპარაკებ ახლა გამოსავალზე, თორე ნიკი არ მაცლიდა უკვე. გამოსავალი არ არის ლოზუნგებში, გამოსავალია რეალურ სახელმწიფო მხარდაჭერაში, არა ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებაში, არამედ გრძელვადიან შეღავათებში. იქნება ეს საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათები, ასევე ბიზნესი უნდა წაახალისოს სახელმწიფომ და თუნდაც დაავალდებულოს, რომ დეკრეტული შვებულება იყოს ანაზღაურებადი აუცილებლად ყველა ქალბატონისთვის, ვინც შვილს გააჩენს. ბაღების ინფრასტრუქტურა და ზოგადად საბავშვო ინფრასტრუქტურა არის მოსაწყობი, უფრო მეტი ბაღი უნდა იყოს, როგორც ვთქვით, ცოტა მეტი ფული დახარჯოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მშობლებს შეეძლოთ 2 წლამდე ბავშვის მაგალითად ბაღში დატოვება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვით, ბიზნესის ახალისება და ის, რომ ნიკის თაობას აღარ დასჭირდეს ემიგრაციაში წასვლა და იქედან ოჯახების რჩენა, არამედ აქ ადგილზე შექმნან ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკა საკუთარი შრომით. მაინტერესებს დაახლოებით რომ დამიხატო, როგორ შეიძლება რომ ბიზნესებმა წაახალისონ დედები. ხო, არ ვიცი. ნახე, არის ხოლმე მომენტები, როცა ფეხმძიმე ქალების აყვანა სამსახურში არავის უნდა. ხო, ხდება, კი ბატონო, ეს ასეც ხდება. ხო და როგორ უნდა შეიცვალოს ეს? ხო, უნდა შეიცვალოს იმ ხრივ, ანუ წახალისებაში გულისხმობ რაღაც მოდელი მოსაფიქრებელია, აქამდე მივიდა, ვთქვათ, განვითარებული ქვეყნები მივიდნენ აქამდე, რომ ფეხმძიმე ქალებს, მელოგინე დედებს თუ პატარა შვილიან ქალებს აქვთ შეღავათებები, მათ შორის მამებსაც ეკუთვნით ხშირ შემთხვევაში დეკრეტი, ანუ არსებობს მოდელები, რომელიც შეიძლება ჩვენ შემოვიღოთ და როდესაც სახელმწიფო საუბრობს იმაზე, რომ რაღაცა ვთქვათ პრობლემებია, რაღაც იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი, იფიქროს ამ ყველაფრის გადაჭრაზე, რა პრობლემებია, იდენტიფიცირება მოახდინოს და მათ შორის თუ ბიზნესი ჭირდება ხელშეწყობა და ცოტა წახალისება იმ ხრივ, რომ ფეხმძიმე ქალის აყვანაზე უკან არ დაიხიოს, ან დეკრეტული შვებულება უფრო დიდხნიანი იყოს, დახმარება უფრო მეტი იყოს, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი мотиваცია იქნება იმისი, რომ ბავშვები გააჩინონ, რადგან საქართველოში ბავშვის გაჩენა არ უნდა იყოს დღეს ფუფუნება. პრობლემა რა არის, ხო? იგივე საპენსიო ასაკის ადამიანები წარმოიდგინეთ, რომ საპენსიო ასაკის ადამიანების რაოდენობა იზრდება და გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა მცირდება. ანუ თუ არ დაიბადება სათანადო რაოდენობა ბავშვების, რომლებიც შემდეგ გაიზრდებიან და დასაქმდებიან, ჩვენ პენსიონერების შენახვაც გაგვიჭირდება, ხო? 10-20 წლის შემდეგ. იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი მოდელი რა არის? ახალგაზრდები მუშაობთ, რომ მოხუცებს დამსახურებული არის თუ რაც არის, ეს პენსია მაინც მივცეთ. შესაბამისად, ესეც თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ამიტომ გრძელვადიან მოდელზე აუცილებლად რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო და უნდა შეიმუშაოს ეს მოდელი. და არ უნდა უყურებდეს პრობლემას იდეოლოგიებში. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა და ძალიან ესეთი საინტერესო სტუმარიც ყავდა დღეს შენთან ერთად ნიკი. თუ დაამატებდი რაიმეს? პრინციპში მე მგონია სრულად ამოვწურეთ თემა, თუ რამე კითხვა გექნება ძვირფასო მაყურებლებო, შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ უკვე კომენტარების სახით გაგცემთ პასუხს და ამისთვის მნიშვნელოვანია რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს, დააკომენტაროთ, მოიწონოთ და გამოყვეთ სხვა სოციალურ პლატფორმებზე და გახსოვდეთ რომ ჩვენი ეპიზოდების მხარდამჭერია TBC. მომავალ შეხვედრამდე.